მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, როგორ ხართ? კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველაფერს და ეს წელი თქვენი ყველა კეთილი სურვილის ასრულების წელი ყოფილიყოს. მოგიკითხავთ მადლიერებით, განსაკუთრებით მადლობა ყველას, ვინც სხვადასხვა ფორმით უკავშირს გამოხატავთ და სანამ გაშლას დავიწყებდეთ, მინდა ერთი რაღაც გითხრათ. ესე იგი, როცა სანთელთან დაკავშირებით კითხულობენ ადამიანები, ხო, ძალიან ბევრი ძალიან სწორად და შეგნებულად უდგება ამას. თუმცა რაღაცა ხშირად არიან ისეთებიც, რომელსაც კითხვები უჩნდებათ, ანუ წარმოიდგინეთ, მე ჩემს შრომას ვთავაზობ ისე რომ შენ რაც გინდა შესაწირი იმის მიხედვით გაიღე, ოღონდ მასალა ეს განფასება მე ხომ არ მაქვს სახლში უკაცრავად, მე ხომ ვყიდულობ ამ მასალას. მეგობრებო, აქამდე ეს მასალა მქონდა 100 გრამის ანთელი სამლარად შეძენილი და დიდი რაოდენობით მქონდა აღებული და ანუ გუშინ წინ ზუსტად 2 დღის უკან გამომელია და ერთ-ერთ ადამიანს, რომელსაც ვემსახურები, უნდა გამეგრძელებინა და წავედი შემეძინა მოკლედ. თან არც Facebook-ით შემიძენია, ასე ვთქვათ, ცოტა უფრო სხვა ფასებია ხოლმე, ძალიან ისეთ ღრმა ბაზარში რომ იტყვიან, წავედი და ძლივს ვიშოვე 100 გრამი 5 ლარად დამიჯერებთ და მე დღეში ერთ ადამიანზე მჭირდება 100 გრამი რომ გადავასხა ერთ ადამიანზე. წარმოიდგინეთ, როცა ვიღაცას სჭირდება 40 დღიანი, 21 დღიანი წმენდა, გადაიანგარიშეთ ეს 5 ლარი მარტო დღეების რაოდენობაზე, ხო? და იმის ზემოთ ჩემი შრომა და ენერგია რომ ზოგჯერ ფეხზე ვეღარ ვდგები გარკვეული გადასხმების, მე ეს ცალკე თემა, მაგრამ ამაზე ხო განფასებას არ ვადებ. გარკვეული მიზეზების გამო, იმიტომ არა რომ მე ჩემი შრომის ფასი არ ვიცი, ან პატივს არ ვცემ საკუთარ რესურსს და საკუთარ დროს და საკუთარ თავს. უბრალოდ ასია ჩემთვის საჭირო რომ შესაძლებლობა მივცე სხვებსაც, ხო, გარკვეული რაღაცების. ამიტომ ძალიან გთხოვთ, აი ადამიანურად, მე ყველას იმესმის, მაგრამ ანუ სწორი ფორმით მაინც გამოხატეთ, ხო, ნუ რა ამბავია ხო უკაცრავად 21 დღეზე მარტო 100 გრამის ანთელი ერთ ადამიანზე უკვე 21 დღეზე მარტო, ნუ 40 დღეზე აღარაფერს ვლაპარაკობ, ხო? არის 105 ლარი, ხომ ასია რა? და ხა რა ვიცი, ხო, ამისი თქმა მინდოდა, მოკლედ. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მეგობრებო, ეს გახლავთ შეტყობინება კოსმოსიდან, ხო? მესიჯი კოსმოსიდან, რას გეუბნებიანან, გპირდებიანან, გირჩევენ მაღალი ძალები თქვენ. პირველი და მეორე ვარიანტი და დავიწყეთ პირველი ვარიანტით. დავიწყეთ პირველი ვარიანტით და ვნახოთ სიგნიფიკაცია რო უფრო გაგიმარტივდეთ, ასე ვთქვათ. ვინ ბრძანდებით, ხო და გადმოხტა ორ-ორი კარტი. აი ამებს გავეშვათ, არაფერი განსაკუთრებული, ორიანი ხმლები იყო, მაგრამ აქ ორიანი ხმლები არც თუ ისეთი სიმწავისაა, როგორც სხვა დასტებში. კარგით. და ვნახოთ აბა ვინ ბრძანდებით. მაგი. მაგი. თა როგორი მაგი, ხო. ესე იგი, ქემიწიდანაც რომ ამოგთხრის და ციდანაც რომ ჩამოგხსნის. ვინ ხართ? როცა გჭირდებათ საკმაოდ გვარიანი манипуляტორები ხართ, როცა გჭირდებათ პრაქტიკოსებიც ხართ, როცა გჭირდებათ ჩემი კოლეგებიც ხართ, როცა გჭირდებათ ძალიან ჭკვიანებიც ხართ და როცა გჭირდებათ ძალიან სულელებიც. როცა საჭიროება მოითხოვს, სისინით შეგიძლიათ, ლოცვაც შეგიძლიათ, ხო? ნახეთ, დააკვირდით გოგონას თავზე პეპლები და ფოთლებია. და ფოთლები არის არა მწვანე, არამედ წითელი და ყვითელი, ანუ შემოდგომა. პეპლები გაზაფხულთან ასოცირდება, ხო? ანუ ნახეთ, გამოღვიძებაც რომ შეგიძლიათ და ბოძოლებული სიტუაციების კარგად ცნობაც რომ შეგიძლიათ. ძალიან საინტერესო პიროვნება ხართ. კიდე ვინ ბრძანდებით? 4-იანი პენტაკლები. ნუ არ ვიცი, ახლა შეიძლება ცოტა ფინანსებში გაჭედილი იყოთ ამ დღესასწაულების გადამკიდე და ხელმომჭირნეობდეთ, მაგრამ ნუ სიგნიფიკაციასთან მიმართებაში იცით საკუთარი მონაგარის და საკუთარი მოქონიებული დოვლათის მოფრთხილება, ხო? მაგრამ მიდრეკილი ხართ ილუზიებისკენ, მიდრეკილი ხართ თვითბლოკებისკენ, მიდრეკილი ხართ ჭიანჭველის ბუზად ქცევისკენ, აბსოლუტურად ანგელოზივით გონა იყურება წყალში ხედავთ და საკუთარ თავს ხედავს აბსოლუტურ სტაგნაციაში, ხო?
აბსოლუტური აბსტრაქციული ხედვა აქვს, შებოჭილი, თვალებახვეული და ნუ მოკლედ რეალურად თვითონ აქვს იმდენი ის არის ზურგჩანთაში დავარქვათ ასე ხო, რომ არც არაფრის უნდა ეშინოდეს და არც არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ნუ ამას ვერ აღიქვამს. აი ესეთი დამოკიდებულებებისკენ მიდრეკილი. თუ რაღაც საერთო იპოვეთ ამ შეტყობინებაში, განაგრძეთ ყურება და ვნახოთ რას გპირდებათ სამყარო. აბა ვნახოთ რას გპირდებათ სამყარო. რას გეუბნებათ უბრალოდ რისი თქმა უნდა სამყაროს, ხო? გამოდით ილუზიებიდან, ნახეთ გაგრძელება ლოგიკური თქვენი სიგნიფიკაციის. გამოდით თვით შექმნილი სცენარებიდან, ცოტა ხანს გადაერთეთ სხვების შექმნილ ლიტერატურაზეც და მარტო თქვენს ნაწერებს ნუ კითხულობთ, რა თქმა უნდა, ახახუმრობით ვამბობ და ულტრირებას ვაკეთებ აბსოლუტურს, მაგრამ ნუ ჭეშმარიტების მარცვალი რა თქმა უნდა ამაშიც დევს, ხო, რაც მე ვთქვი, არკანიდან გამომდინარე, მე ჰაერზე ხომ არ ვსაუბრობ. მაქსიმალურად ასე ვთქვათ, დაუბრუნდით დედამიწას, დაუბრუნდით რეალობას, დაუბრუნდით იმ სიტუაციას, სადაც ხართ. კიდევ რისი თქმა სურს სამყაროს თქვენთვის? ხო, ნახეთ, თქვენ გაქვთ ძალიან დიდი ძალა, ძალიან დიდი ენერგია. თქვენ შეხედეთ აბსოლუტურ აი რელაქსაციაში შეგიძლიათ გადაიყვანოთ ყველაზე მხეცური ბუნების ადამიანი, ხო? ნახეთ, აბსოლუტურ რაც განაიარაღოთ ყველა მხრივ, ხო? დააკვირდით გოგონა ერთი ცხვირზე თავისი ხელის შეხებით ისეთ სიმშვიდეს და ისეთ სწორ რაპორტს ამყარებს ლომთან, რომ ნახეთ ორივე თვალდახუჭული აბსოლუტურად სხვა განზომილებაში არიან, ხო? და გეუბნები რომ თქვენ ეს ძალა გაქვთ და ეს ძალა უნდა გამოიყენოთ. კიდევ რისი თქმა უნდათ? Five of Wands და აქ ძალიან განსხვავებული კვერთხებია ხუთიანების მეგობრებო. შეხედეთ, აქ ძალიან დიდ ბარიერებს არასახავს ეს დასტა და დააკვირდით. დასტების უკან აბსოლუტურად ყველა დასტის გრა იყო და კვერთხების უკან არის ახალგაზრდები, ხო, წარმოდგენილები და თითქოს ნახეთ ეს ბიჭი მირბის რომ იმ ერთზეც არავინ დაასწროს და თვითონ აიღოს ეს კვერთხი. შეხედეთ რა საინტერესოა. ერთგვარ თამაშს გავს, მიხვდით? ჩიხებს კი არა. და თქვენ გეუბნებიან რომ ეს ჩიხები რაც გაქვთ, ანუ თქვენ შექმნილი სიტუაცია უნდა გარდაქმნათ. ლიმონიდან ლიმონათი გააკეთოთ, მიხვდით ხო? ანუ თქვენი შანსები არავის არ უნდა დაუთმოთ. ზოგჯერ რაც ბარიერად მიგაჩნიათ, ის სწორედ შესაძლებლობაა. კიდევ რისი თქმა უნდათ, აბა გითხარი? კიდევ რისი თქმა გინდათ? ხო, სიგნიფიკაციაშიც გქონდათ ეს, ანუ მოუფრთხილდით, ასე ძალიან ნუ დახარჯავთ თქვენს რესურსს, ნურს ემოციურს, ნურს ენერგეტიკულს, ნურს მატერიალურს, ხო? ზომიერება ისწავლეთ გაცემაში და ნახეთ რას გეუბნებიან, იცოდეთ უბრალოდ სწორ დროსა და სწორ ადგილას რომ მოხვდებით, არ დაგაგვიანდეთ მოქმედება, ხო? ნახეთ, დააკვირდით, იცდის ადამიანი, მშვილდის არ მომარჯვებული, როდის გამოჩნდება მსხვერპლი, რომ ჰოპ და ისროლოს, ხო? ანუ ნახეთ, თქვენ გარკვეულ შანსებს და შესაძლებლობებს რომ მოგცემთ, სამყარო და აუცილებლად მოგცემთ, ეს სწორად გამოიყენეთ და დროულად იმოქმედეთო და კიდევ რას გეუბნებათ აბა მანახეთ? რაღაცა კარგ ურთიერთობებსაც გპირდებათ, მეგობრებო. ურთიერთგაგებას, უპირობო მხარდაჭერას, სიყვარულის თავბრუდამხვევ ენერგიებს და კიდევ აპატიეთ. ხო, ნუ ეხა ეს ფონიც ისეთია, დღესასწაულების ფონია და რაღაც გართობა დღესასწაულების სუფრები და მსგავსი ენერგიები გელოდებათ. მადლობა პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტი ვნახოთ, ვინ ბრძანდებით. ვინ ბრძანდებით?
they will ცოტა დეპრესიონერა ტიპები. ცოტა აკვიატებები, ცოტა მიჯაჭვულობები, ცოტა, მოკლედ აი გეტყვით რა. ბიჭებოც და გოგონებოც. როგორც წესი ეს არკანი აღნიშნავს ხოლმე დამოკიდებულებებს, ნივთიერებებზე, ალკოჰოლზე და ასე შემდეგ, მაგრამ აქ ცალსახად შეხედეთ. მიჯაჭვულია ორი სხვადასხვა სქესის ადამიანი, ორივე ბრმად თვალებახვეული და თითქოს რაღაც ძველი არქეტიპული გადმონაშთი მართავს ამათ ურთიერთობას, ხო? ანუ არ უშობს პრაქტიკულად ეს ჭედილას თავი, ასე ვთქვათ, ხო? უკან წარმოდგენილია ფესვთა სისტემაც, რაც კიდევ უფრო გაღრმავებაზე და სიმყარეზე მიუთითებს. ანუ რისი თქმა მინდა, თქვენ უფრო ადამიანურ ურთიერთობებზე ხართ ჩაციკლული, უფრო იცით, აი როგორ იცით, რომ ამოიჩებებთ ადამიანს, აი ან თქვენ ხართ ენერგოდონორი, ან თქვენ ხართ ენერგოვამპირი, სწორად გამიგეთ, რასაც ვამბობ, მაგრამ აი იმ ადამიანის იქით აღარაფერი არსებობს 24/7-ზე გინდათ, რომ იმ ადამიანის ენერგოველში იმყოფებოდეთ. კიდევ ვინ ხართ აბა ვნახოთ. ხო, Eight of Pentacles, მშვენიერი არკანია, ანუ უფრო შემსრულებელი, მაპატიეთ ვიტყოდი, ვიდრე ვთქვათ ლიდერი, ან შესაძლოა უბრალოდ ცოტა ასაკით ნაკლები გამოცდილების მქონე ადამიანი იყოთ, მაგრამ რასაც მოგცემენ, რასაც დაგავალებენ, რასაც მოგმადლებთ სამყარო, ყველაფერს ძალიან სათუთად, ძალიან სიფრთხილით უდგებით და გაქვთ იმისი შესაძლებლობა, რომ ვთქვათ, პირობითად 2 ლარიდან 200 ლარი შექმნათ, ხო? ძალიან ისე უხეში შედარება რომ გავაკეთოთ. ადამიანი, რომელიც არასდროს არ უშინდება კითხვებზე პასუხის გაცემას, არასდროს უშინდება საკუთარ საქციელებზე პასუხის გებას. ადამიანი, რომელიც დიახ, მზად არის, რომ რაღაც გარკვეული სიძნელის მერე ისევ ფეხზე წამოდგეს და ქარჩხლების მერე მოწმენდილ ცას მადლიერებით ახედოს, ხო? დააკვირდით, აქ ცოტა სხვანაირი ჯაჯმენტი გვაქვს. ეს არის შეხედეთ ძალიან მინდათ, რომ თითოეულ დეტალზე გაამახვილოთ ყურადღება. ფერადკანიანი გოგონა, ისეთი ლოკონებით, ასე ვთქვათ, ოღონდ ეს ლოკონები დააკვირდით თავზე. კი, ჩვეულებრივ ახასიათებთ, ხო, ეს სქელი თმები, მაგრამ ერთგვარად, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, აი, ბევრ პრობლემასთანაც ასოცირდება, ხო, ცოტა უსიამოვნო სანახავია რაღაცა, თითქოს აი ბაღნიჯოები, რაღაცა ბევრი ხო, უსიამოვნო არსებები, ხო, თავზე, მაგრამ ეს ყველაფერი უკან. უკან არის ასევე ნახეთ შავ ფრინველთა მთელი ჯარი, მაგრამ გოგონა საყურეებით, მძივით, საკმაოდ მოწესრიგებული ფრჩხილები, აბსოლუტურ წესრიგში, ანუ რისი თქმა მინდა, უკვე წამომდგარი ახალი გზისკენ მიდის და ამ ყველაფერს უკან იტოვებს. ანუ თქვენ გაქვთ უნარი, ნებისმიერი ქარიშხლიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მადლიერებით ახედოთ ცას და იყოთ ბედნიერი, იმიტომ რომ კიდევ ერთი შანსი მოგცათ სამყარომ. და ზუსტად აბა ვნახოთ ახლა რას გპირდებათ თქვენ, რას გიმზადებთ, რას გეუბნებათ, რისი თქმა უნდა სამყაროს თქვენთვის. არ ვიცი, ან უკვე შესაძლოა ოჯახი გაქვთ და ოჯახურ მყუდროებაში ხართ, შესაძლოა სულაც სწორედ აი ასეთ ბრჭყალებში ვიუც გპირდებოდეთ, ხო? კოსმოსი. ყოველ შემთხვევაში გეუბნებიან, რომ უახლოესი ენერგიები იქნება საკმაოდ დადებითი ემოციებით დატვირთული და თუ დააკვირდებით მეგობრებო, აქ გაყოფილია ოჯახი, ანუ გაყოფილი ცუდად არა. წინა პლანზე მოდის მამაკაცი, მაპატიეთ ასევე მამრობითი სქესის ბავშვთან ერთად, ხო? ბიჭუნასთან ერთად და უკან არიან დედა და გოგონა. ანუ რაღაცა გარკვეულწილად შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში მასკულინური ენერგიები უფრო ჭარბობდეს ამ ეტაპისთვის და ეს უფრო დომინანტი იყოს ამ შემთხვევაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ კარგ ენერგიებს და პოზიტიურ დოვლაც და ბარაქას გპირდებიან ცალსახად, ან დაწინაურებას სამსახურში, ან ხელფასის მომატებას, ან პრემიის აღებას, არ ვიცი, მაგრამ დააკვირდით, აქაც ცოტა ამ დასტაში განსხვავებული პენტაკლების ტუზია, მზესუმზირით არის წარმოდგენილი და მზესუმზირის ყვავილია, ანუ და ვიცით, რომ მზესუმზირის ყვავილი ზოგადად დიდხანს ვერ ძლებს, ჭკნება ძალიან მარტივად, შესაბამისად
თქვენ და გაითვალისწინოთ, რომ რასაც მოგცემთ სამყარო, ის მოითხოვს ძალიან ბევრ მოვლას, სწორ დაგეგმარებას, რომ ზესუმსიჯიდან სულ ამას ვამბობ ამ არკანთან დაკავშირებით. მიიღოთ ჯერ მზესუმზი, მერე ზეთი, მერე დაამზადოთ საჭმელი, მერე საერთოდ უკეთად თან რესტორანში ვიღაცას წარუდგინოთ, ან თვითონ მიირთვათ და ასე შემდეგ, ხომ? კიდევ რა ენერგიებს კპირდებიან და გადმოხტა არკანი მეგობრებო. Six of Cups. რაღაცა ბავშვობასთანაც, გულუბრყვილობასთანაც, სიწმინდესთანაც, რაღაც ისეთა ენერგიებთანაც ასოცირდება ეს არკანი, აი სიმშვიდესთან, ხო? ჩემი მხრები იყავი. რაღაცა სიყვარული ურთიერთობებს ძალსახად კპირდებიან. რაღაცა აი როგორ ფორმას იცით, ახალი დაწყებული, ახალი დასაწყისი, რაღაცა ესეთ შეიძლება სრულიად ახალი ურთიერთობის მოწმენიც გახდეთ და აგერ კი ბატონო არც აცხელა და აქ ყავს ბატონი, კვერთხების მეფე, რომელიც აქაც არასტანდარტულია, ზოგს ჩანთით და ლამპარით წარმოდგენილი უკან დიდი დედამიწის რუქით და მოკლედ ესე იგი, სადაც მივამზად არის რომ სიახლე და ბედნიერება მიიტანოს, ხო? არ აშინებს არც ერთი კონტინენტი, არ აშინებს არც ერთი სიახლე, პირიქით ძალიან ცნობისმოყვარე, ძალიან ისეთი თავდაჯერებული, წინ მავალი, ძალიან ისეთი ქარიზმატული და მომხიბვლელი ადამიანია. ელოდეთ მეგობრებო, ბიჭები, გოგოები, თქვენს თავზე მოიგეთ და არც კიდევ ლოგიკური გაგრძელება ამ აზრის და შინაარსის პენტაკლების რაინდი, რომელსაც რუქა უჭირავს ასევე ხელში და რუქაზე წარმოდგენილია მზესუმზირის ყვავილი. აქაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანს ზუსტი გეგმა აქვს რა არის შემდეგ, როგორ უნდა განახორციელოს, რომ მისნამდე სწორად მივიდეს. საკმაოდ კარგ და პოზიტიურ ენერგიებს კპირდებათ, მე მოვიხიბლე, მეც ვისურვებდი გულწრფელად რო გითხრათ ასეთ ენერგიებს და აგერ ორი მაღალი არკანი კიდევ ამოვიდა. მესამე კი ბატონო დაბალი არკანია, მაგრამ გამარჯვების არკანია, წარმატების არკანია, წინსვლის არკანია, ფულადი ჯილდოს არკანია, ხო? და დაკიდებული მამაკაცი და მაგი. დაკიდებული მამაკაცი აქ ასევე არასტანდარტული ყავს, სულაც არ აღელვებს, რომ იქეთ ზვაღელავს და აქეთ ტარანტული მოძრაობს, არაფრის არ ეშინია, თავისი იოგის პოზაშია წარმოდგენილი და ანუ მედიტაციას მიმართავს, არაფერი არ აღელვებს, აქ დიდ ტრანსფორმაციას მე ვერ გეტყვით. უბრალოდ იცის, რომ რაღაცეები ჩააბარა, რაღაცეები გააკეთა, იმდენი შეძლო, რომ თავით დადგა, მარტივი ხო არ არის, არა, მე სულ ვამბობ, რომ ყველაზე ცუდ ბალერინასაც პატივს ვცემ, იმიტომ რომ მარტო იმ თითისწვერებზე რომ დადგენ, მამხელა შრომ, ახლა ჩადებულე. შესაბამისად, მინიმუმ იმდენი გამოიარა, რომ აგერ იმდენი ისწავლა, რომ თავით დადგა ბოლო-ბოლო და წონასწორობა შეინარჩუნა, ხო? და გრძელდება და კიდევ უფრო მეც საფეხურს მიაღწევს, ხო? და მაგი. საკმაოდ ისეთი ენერგიებით მოდის, ანუ გეშინიათ. ბევრი ჯადოსნური სასწაულის მომსწრენი შესაძლოა გახდეთ მეგობრებო, თან ისეთი სიტუაციებიდან და ისეთი ადამიანებისგან, ვისგანაც არ ელოდებით. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან მიხარია ის, რაც ვნახეთ თქვენთან ერთად და რაც მოვისმინე და ღმერთმა სიხარული, ბედნიერება და სიყვარული არ მოგიშალოთ. დროებით. ნახვამდის. მადლობა.